გამარჯობა. მე იორეკი ვარ და ეს ქართული ამბებია. ტრადიციული მადლობით დავიწყებ. არხის გამომწერებს, ვიდეოს დამლაიქებლებს, კომენტარების დამწერებს ყველას დიდი მადლობა. ასე გავაგრძელოთ და აუცილებლად მალე ავალთ 10,000 გამომწერზე. დღესაც საინტერესო ქართული ამბები მოგიმზადეთ და ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ. ოკუპანტი ნიკიტა ხრუშჩოვი. 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ყველა მიცით. საბჭოთა არმიამ უშუალოდ სტალინის ჩართულობით მოახდინა დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაცია. ამ ომში უამრავი რუსი ჯარისკაცი მონაწილეობდა. თუმცა ერთ-ერთმა უმაღლესი პოლიტიკური კარიერაც გაიკეთა და საბჭოთა კავშირის მმართველიც გახდა. იცოდით, რომ ნიკიტა ხრუშჩოვი 1921 წელს რუსეთ-საქართველოს ომში უშუალოდ მონაწილეობდა. კი, ასე იყო. საბჭოთა კავშირის მომავალი მმართველი იმ დროისთვის მე-9 არმიის პოლიტგანყოფილების ინსტრუქტორი იყო და ამ არმიის 31 დივიზიას შემოხვა სოჭის მხრიდან საქართველოში. მოგვიანებით ხრუშჩოვი საკუთარ მემუარებში იხსენებდა, რომ ომის შემდეგ მისი ნაწილი აჯამეთის სადგურთან იდგა და ქართველები, განსაკუთრებით კი ინტელიგენცია, ცუდად უყურებდა წითელ არმიას. ნეტავ რატომ არა? ყველაზე ძალიან ნიკიტა იმაზე ბრაზობდა, როცა დამყრობელი ადგილობრივებს რაიმეს ეკითხებოდა, ისინი ძაღლად არაგდებდნენ და პასუხსაც არ სცემდნენ. არადა ხრუშჩოვმა დანამდვილებით იცოდა, რომ მათ რუსული იცოდნენ. 30-იან წლებში ხრუშჩოვმა სოჭის აგარაკზე ყოფნისას უამბო ეს ყველაფერი სტალინს. სტალინმა კი იცით რა უპასუხა? ოკუპანტი იყავი და აბა რა გეგონაო? შენ იყავი ოკუპანტიო. თითქოს თვითონ ამ ამბავში იოტისოდენა წვლილიც არ ქონდა შეტანილი. ერთი რაც მის მოგონებებში განსაკუთრებით არ მომეწონა, ის იყო, რომ ხრუშჩოვი იხსენებს თუ რა სტუმართ მოყვარე და მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდათ ინტელიგენციისგან განსხვავებით ქართველ გლეხებს წითელი არმიელებისადმი. ტიციან ტაბიძე, დამნაშავე მსხვერპლი. გასულ გადაცემებში ტიციან ტაბიძე და მისი ტრაგიკული ცხოვრება ვახსენე. რამაც მაყურებელში დიდი ინტერესი გამოიწვია სოციალურ ჯგუფებში. ამიტომ გადავწყვიტე ცოტა უფრო სიღრმისეულად მოგიყვეთ ტიციან ტაბიძის ტრაგიკული ცხოვრების ამბავი. 1927 წლის შემოდგომა იდგა. წარმოიდგინეთ დაძაბული და დასტრესილი გარემო სრულიად საქართველოში. არავინ იცის რა ელოდება. ცისფერყანწელებს შავი დღე უდგათ. ამ დროისთვის პაოლო იაშვილს უკვე თავი აქვს მოკლული და მისი მეგობრები დღე-დღეზე ელოდებიან ნამდვილ ჯოჯოხეთს. ტიციან ტაბიძის მეუღლემ გადაწყვიტა მისი ოჯახის მდგომარეობა ოჯახის ახლობლისთვის გაეზიარებინა. რომ დავფიქრდეთ, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ადამიანი. რა თქმა უნდა, მისთვის ძალიან ახლობელი და საყვარელი ადამიანი. მეზობელი ან ნათესავი ან მეგობარი ხო? სხვა ვინ? უცხოს ხომ არ გადაუშლიდა გულს, მით უმეტეს ასეთ დროს. ტიციან ტაბიძის მეუღლემ ამ ადამიანს შესჩივლა, რომ ოჯახში გაწამდნენ გაურკვეველი მდგომარეობისა და რისხვის მოლოდინში. მან თქვა, რომ პაოლო იაშვილიც გაურკვეველ მდგომარეობაში იყო და 6 თვის განმავლობაში დადიოდა განცხადებებით ბერიასთან, სხვადასხვა უწყებებში, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ კი ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს, რომ თავი მოიკლა. ტიციანის მეუღლემ საიდუმლოდ უთხრა ამ ადამიანს, რომ ასევე შეიძლება დაემართოს ტიციანს. მთელი ღამეები არ ძინავთ და მეც ვეღარ უძლებენ. ამ საუბრიდან მეორე დღესვე შესაბამის უწყებაში აგენტურული შეტყობინება შევიდა, სადაც სიტყვა-სიტყვით ეწერა ტიციან ტაბიძის მეუღლის სიტყვები. შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსმა ბოგდან ბახჩო-ქობულოვმა ასეთი რეზოლუცია დაადო შეტყობინებას. ამხანა კრიმიანს. დღესვე დააპატიმრეთ ტიციან ტაბიძე. დავალება სისრულეში 9 ოქტომბერს მოიყვანეს. ალბათ შეეშინდათ. თავის მოკლა ამანაც არ დაგვასწროსო. კი, დააპატიმრეს ტიციანი, მაგრამ რამე საფუძველი ხომ უნდა ქონოდათ არა? ხო, ის აუცილებლად საფუძველი სასწაულებრივად თავისით გაჩნდა. უწყებაში შემოვიდა საიდუმლო ცნობა. ხელს აწერდნენ მიხეილ ჯავახიშვილი, დავით წერეთელი, ლიდა გასვიანი და სხვები. იმაზე, რომ ტიციან ტაბიძე მხილებულია როგორც ნაციონალისტური და ტერორისტული ორგანიზაციის აქტიური წევრი. თვითონ ეს კრიმიანი ცნობილი ჯალათი იყო და ტიციანის გატეხვას შეუდგა ამ ვითომ ჩვენებების საფუძველზე. 9 ოქტომბრიდან 10 დეკემბრამდე სრული 2 თვე აწამებდნენ ტიციან ტაბიძეს. სწორედ ამ ცემითა და წამებით სიკვდილის პირამდე მიყვანილ ადამიანს მოაწერინეს ხელი ოქმზე. წარმოიდგინეთ, იმდენად იყო ნაწამები, რომ თვითონ ვერ დაწერა, სხვებმა დაწერეს და ამას ძლივს მოაწერინეს ხელი. დაკითხვის ოქმის მიხედვით პოეტმა
აღიარა, რომ მას ნაციონალური მწერლობის პოპულარიზაციისთვის კავშირი დაუმყარებია ადამიანთა დიდ ჯგუფთან მოსკოვში, ლენინგრადში, სომხეთსა და უკრაინაში. მეტიც, ტიციანმა აღიარა, რომ პაოლო იაშვილმა დაამუშავა და გადაიბირა ფაშისტურ ორგანიზაციაში. მისგანვე გაიგო, რომ ორგანიზაციაში შედიოდნენ სანდრო ახმეტელი, მიხეილ ჯავახიშვილი, ნიკოლო მიწიშვილი, ალექსანდრე ქუთათელი, გიორგი ლეონიძე. გარდა ამისა, აქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალისტები არიან კონსტანტინე გამსახურდია, არისტო ჭუმბაძე, კოლაუ ნადირაძე, ალექსანდრე აბაშელი, სანდრო შანშიაშვილი და სხვები. ნაწამებ დასახიჩრებულ ტიციანს უკვე ძალა გამოცლილს მაინც მოუხერხებია სისტემის დაცინვა. გამომძიებლის უცოდინარი დოქსუპულოს კითხვაზე კიდევ ვისთან ჰქონდა კავშირიო, ტიციანმა უპასუხა გიორგი სააკაძესთანო. გამომძიებელს სასწრაფოდ გაუხსნია ახალი საქმე და გამოუცხადებია გიორგი სააკაძის ძებნა. როდესაც ბოლო-ბოლო გაარკვია გამომძიებელმა და გიორგი სააკაძეზე ძებნის გამოცხადების აბსურდულობა გაიაზრა, განრისხებულმა იმ დღესვე გამოაცხადა ტიციან ტაბიძის დახვრეტის ბრძანება. დასასრული წინა გადაცემაში მოგიყევით. დღემდე არ ვიცით მისი საფლავი. ალექსანდრე ჯაფარიძე, ლეგენდა, რომელიც სინამდვილე იყო. ეს ამბავი ქალზეა, ძლიერ და უშიშარ ქალზე. ალექსანდრა ჯაფარიძეზე. ალექსანდრა ჯაფარიძე პირველი ქართველი მთამსვლელი ქალი იყო. მისი დაბადების 70 წლის თავზე გამართულ საიუბილეო საღამოზე ვერიკო ანჯაფარიძემ ასეთი სიტყვები წარმოთქვა. ძვირფასო ალექსანდრა. მრავალი ქალის როლი განმისახიერებია ჩემი მოღვაწეობის განმავლობაში, მაგრამ ნამდვილად გამიჭირდებოდა იმ ქალის როლი, რომელშიც ისე იქმნებოდა შერწყმული ქალური სინაზე და დიდი ვაჟკაცობა, როგორც ეს თქვენშია. კავკასიონის მწვერვალები ალექსანდრას ღვიძლი ძმები არიანო, ამბობდა ცნობილი მწერალი და თამსვლელი ლევან გოთუა. რადგან ამ მწვერვალებზე სამუდამოდ დარჩა მისი ძმების ახალგაზრდული სული და კავკასიონმა მხოლოდ მათი დის წინაშე მოიხარა ქედი. დაახლოებით ალბათ მიხვდით, რაც მოხდა, თუმცა მე მაინც მოგიყვებით. ძმების სისხლი არ შეარჩინა უშბასა და თეთნულს გულდაკოდილმა დამ. საქმე ის იყო, რომ თეთნულდის დალაშქვრისას გარდაიცვალა ალექსანდრას უფროსი ძმა სიმონი. სიმონის საფლავზე მისმა დედმამიშვილებმა დამ ალექსანდრამ და ძმამ ალიოშამ საიდუმლო ფიცი დადეს. წლის თავზე თეთნულდი უნდა დაელაშქრათ. ადგილობრივებმაც და ალპინიზმის მოყვარულებმაც შესანიშნავად იციან, რა რთულიცაა ეს, თუმცა ალიოშამ და ალექსანდრამ ჩუმად დაიწყეს მზადება. რა თქმა უნდა, მშობლებს უმალავდნენ თავიანთ განზრახვას. ძალიან რთულია მშობლებს უთხრა, რომ იქ მიდიხარ, სადაც უფროსი ძმა გარდაიცვალა. წარმოიდგინეთ, რა ამბავი ატყდებოდა სახლში. სწორედ ამ ფიქრებმა გადააწყვეტინა და-ძმას, რომ თავიანთი ზრახვა ჩუმად შეესრულებინათ. ბოლოს მაინც არ გამოვიდა. შეკრიბეს მშობლები, ოჯახის წევრები და მათი ჩანაფიქრი გაანდეს. კაიხანს სიჩუმემ დაისადგურა. ყუდროება დედამ დაარღვია და შვილებს შემდეგი რამ უთხრა. წინდებს და ხილთათმანებს მოგიგზოთ. ასევე თბილ ტანსაცმელს და კარაფსაც შეგიკრავთ. 80 წლის მამამ კი ასეთი რამს თხოვა, მეც წამიყვანეთო. თეთნულდის ძირამდე ამოვალ და იმ დასაღუპ კლდეებს შორიდან მაინც შევხედავ. დაძმის ამბავი სასწრაფოდ გავრცელდა. მათ სხვებით შეუამხანაგდნენ. მოხევე იაგორ კაზალიკაშვილი და სვანი აცილ ავალიანი. ძმის წლისთავზე თეთნულზე იდგა ქართველი ქალი ალექსანდრა ჯაფარიძე. სიმონის სიკვდილიდან 1 წლის შემდეგ თეთნულდი ადამიანთა ხმაურმა შეაგრდო. ძმის წლისთავზე თეთნულზე იდგა ქართველი ქალი ალექსანდრა ჯაფარიძე. პირველი ქალი მსოფლიოში, ვინც ამ მწვერვალზე ავიდა. შეყვარებული გურული ამერიკაში. დღეს ცოტა სევდიანი ამბები გამოგვივიდა, ამიტომ ცოტა სახალისო ამბავს მოგიყვებით, რომელიც ამერიკაში წასული გურული მხედრის დღიურში ამოვიკითხეთ. ფილადელფიაში შევედით. მეორეჯერ მოვხდი იქინე. ბევრი ნაცნობი დამხდა. გავიცანი ერთ გადაბრაწული ციცაი მერიმე. მე მანიკოს უძახდი ჩვენებურად. გადმეკიდა ერთ იტალიელი. აი ჩემი ქალიაო. მანიკომ უთხრა, დამთავრდა ჩვენ შორის ყოლისფერი, დამეთხოვეო. მაშინ თლად გასკდა გულზე აიტალიელი. არ დაეთხოვა, მეგასუ, მეგაჭუმო, უჩივის. რა ბიძიაო, ყრუი ხომ არ ხარ? არ უნდა ხარ მეთქი უთხარი. რაც ხა მომაძახა იტალიურად. რას პრაწავ მაგთვალებს მეთქი? გამეიწია, მემიქნია მუშტი და მომხთა თვალში. ეგონა დავეცემოდი. ცალი თვალი დამეფსო. მარა უცბად ბდღლიზე და ვაყრევინე კბილები. გამეენთო მისი ამხანაგები იტალიელები. ბედად შოუს კაცები იყვნენ, 2 მექსიკელი და 1 ინდიელი. შეიქმნა ნამეტანი ბრდღნაი. ძლივს გაგვაშორეს. იგონებდა ჩვენი გურული ჯიკარი. ამ ამბის გაგრძელება სამწუხაროდ არ ვიცი.
დარჩა მერილე ჩვენ ბიჭთან თუ ისევ იტალიელს შეურიგდა. მე უფრო მგონია რომ ჩვენი რძალი გახდა. დღეისათვის სულ ესია. თუ მოგეწონათ ვიდეოს და ლაიქებით დამიდასტურეთ. არხის გამოწერაც არ იქნება ურიგო. როგორც გთხოვეთ, წავიდეთ 10,000-ისკენ. წავიდეთ.